თუ ადამიანი შეინანებს, უფალი აუცილებლად აპატიებს. მაგრამ ნახეთ, მარტო პატიება კი არ არის აქ საქმე. არამედ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიშრომოთ, უნდა ვიმუშაოთ. ეხლა ნახეთ, დავუშვათ ჩვენ დედამ გითხრა რომ აი მაგალითად მე ჩემ თავზე ვიტყვი, რაც რეალურად მოხდა. დედა მეუბნაოდა ხოლმე რომ თავდაბანილი გარეთ არ გახვიდე. აი რამდენი წლის ვიქნებოდი, ალბათ 13 წლის დაახლოებით. მე დავიბანდი ხოლმე თავს და ისე გავდიოდი სელი თავით გარეთ. ერთხელ დავემართა რაღაცა ნერვის ანთება. და დაახლოებით 80 ნერსი გამიკეთეს. დედამ განა არ მაპატია. მაპატია რომ ეგრეთ ცუდად ვიყავი, მაგრამ მე ხო ცუდად ვიყავი. მარტო ის ხო არა, ანუ იმ პატიებას თან კურნალობა დაჭირდა თვეები. ესმით, ჩვენ რომ რაღაცას ვცოდავთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს თავში ეს გამოსწორდეს ხშირი აღსარებით, ზიარებით, რომ ჩვენ განვიკურნოთ. დავუშვათ იგივე წეღარასაც ამბობდა. დავუშვათ დედას განურისხდით. კი, დედას შენდობას თხოვ და გაპატიოს, მაგრამ შენში რომ ეს მრისხანება რჩება, აი ეგ არის გამოსასწორებელი. შენ შეიძლება დავუშვათ ვიღაცის შეგშურდა და უთხარი უფალს, უფალო მაპატიე, გაპატია უფალმა. მაგრამ შენში რომ შური რჩება და შენ რო გჭამს ეს შური, აი ამას რა უყოთ? შენ თვითონ ხარ ცუდად. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც ჩვენში არ მოგწონს, ის განიკურნოს ხოლოდ. მარტო პატიებაზე კი არ იფიქრო, რომ გაპატიოს. უფალი გაპატიოს, შენთვის ჯარს ეცა და როგორ არ გაპატიოს, მაგრამ შენ უნდა განიკურნო, რომ კარგად